მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება, რა გადაწყვეტილება მიიღო ჩემთან ურთიერთობაში. დღეს გავშლით სამ პოზიციაზე, თქვენ წინაშე არის პოზიციები, ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ არჩევთ, შეგიძლიათ გააჩეროთ ვიდეო, დააპაუზოთ და როდესაც იქნებით სად განაგრძოთ ყურება. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოს უკვე შეგიძლიათ რომ უყუროთ. თქვენს რეზონირებას იწყებს ვიდეო მაშინ, როდესაც უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციით, მოგესალმებით პირველებო. და გავიგოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ თქვენთან ურთიერთობაში. აქ შეიძლება მოვიაზროთ, რომ ურთიერთობა ზოგადად არის ფარული, თქვენ შორის მიმდინარე რომანტიკული ურთიერთობა არ არის საჯარო. ფარული კავშირი გაქვთ და ზოგადად ეს ადამიანი მიდრეკილი არის, რომ რაღაც თავისი პირადი ან თავისი გადაწყვეტილებები ბოლო წუთამდე დამალოს. თქვენთანაც ესე იქცევა და ზოგადად ურთიერთობასაც არ ამხელს ბევრთან, რომ თქვენთან არის რაღაც კავშირში. ურთიერთობაში ეს ადამიანი დარჩება, თუ გაქვთ ისეთი სიტუაცია, რომ რაღაც იკამათეთან ურთიერთობა საფრთხე ემუქრება, ფიქრობთ და გახვალთ ურთიერთობიდან დაიშლება თქვენი ასე ვთქვათ, წყვილი ესე არ არის. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენთან ურთიერთობაში დარჩეს, თქვენ მას შეეფერებით, მოსწონთ ხართ, თქვენთან კომფორტია, ყველაფერი რიგზია, გრძნობა არის, საპასუხო, მაგრამ ურთიერთობის ფორმაც არ შეცვლის. თუ ვთქვათ, დავა არის იმაზე, რომ ეს ურთიერთობა გახდეს უფრო საჯარო ან რაღაც წინ წახვიდეთ ამ საკითხში და რაღაცები დააჩქაროს პროცესი, ჯერჯერობით ამის გადაწყვეტილება არ ჩანს, თუმცა ურთიერთობიდან გასვლა, ურთიერთობის შენარჩუნება მისი მთავარი მიზანი არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენთან ძალიან დიდ ჰარმონიაში არის, თქვენთან ძალიან დიდი ვნება აქვს, თქვენთან აქვს ის ყველაფერი, რასაც მეორე ნახევრისგან ელოდება და სურს. თქვენგან იღებს საჭირო ყურადღებას, სიყვარულს, სექსუალურ ენერგიას, ყველაფერს, მას აკმაყოფილებს, ყველაფერი, რაც თქვენთან აქვს, მას აქვს ჰარმონია თქვენთან. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ზუსტად ესეთი არის, რომ მე მინდა მჭირდება შენთან ურთიერთობა და ვიყოთ ერთად. ეს შემოთავაზება იქნება მისგან, უბრალოდ აი აქ ნამდვილად ჩანს ის მომენტი, რომ ჯერჯერობით ესეთ საჯარო ურთიერთობას ან საჯარო ასე ვთქვათ, მხოლოდ ურთიერთობა არ არის ეს, რაღაც აღიარება, რაღაცა სტატუსი, აი რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯები ამ შემთხვევაში დაიგვიანებს, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეიძლება თქვენ შორის სამკუთხედი არის და აქედან გამომდინარე რაღაც არჩევანი ვერ გააკეთოს. თუ სამკუთხედი არ არის, აქ რაღაცა სამომავლოდ დებს თქვენთან მიმართებაში, ჯერ არ არის საჭირო, დრო არ არის, რაღაცა დროის ფაქტორებზე იქნება საუბარი, გადაწყვეტილების მიღება, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან ურთიერთობაში. რომ მას არ შეუძლია თქვენთან შექმნილი სტაბილურობის დათმობა და თქვენს გარეშე ძალიან ცუდად არის და თქვენთან ურთიერთობა უნდა. რომ უკვე ძალიან გვიანი არის, რომ თქვა თუ თხარით რომ რაღაც ვერ ვეწყობით ერთმანეთს და აღარ გვინდა ეს ურთიერთობა, ეს ადამიანი თulis რომ ძალიან გვიანია უკვე ეს, რომ ახლა ვერ შეეწყოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ უკვე ძალიან მოგეჩვიათ, ძალიან რაღაცნაირად თქვენოთ უკვე უჭირს. ყოველწუთას შეიძლება ტელეფონს ამოწმებს, გახვედით თუ არა კონტაქტზე, ვისთან ხართ. თქვენ მის ცხოვრებაში უკვე ძალიან დიდი დოზით ხართ ჩასული და აქედან გამომდინარე, არც არაფრის შეცვლა უნდა დიდად ურთიერთობაში და არც თქვენი დაკარგვა არ უნდა. ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაღაც ბალანსი შეინარჩუნოს. დაგემშვიდობებით პირველებო.
ახლა გადავიდეთ მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით. მეორეებო და ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან ურთიერთობაში ამ ადამიანმა. პირველ რიგში ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობის დროს გრძნობს ბევრ ვალდებულებას და შეძლება ძალიან უნდა რომ ეს ვალდებულება თავის თავზე აიღოს და რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდეს, მაგრამ მას ძალიან ემძიმება ეს, ანუ შეძლება საერთოდ სხვა ტიპაჟის ადამიანი არის და თქვენს გამო რაღაც როლის მორგება ცადა და არ გამოუვიდა, არ გამოსდის, ან ძალიან რთულად გრძნობს თავს. აქ პიროვნებას გადაწყვეტილი აქვს რომ გესაუბროთ და თავისი ემოციები გამოიტანოს. ანუ აქ არის გადაწყვეტილება, რომ რაღაცა ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში თუ ძალიან პიქსი არის ურთიერთობა მისული, რაღაცა საბოლოო გარკვევები მიდის, უკვე ურთიერთობიდან გამოხვედით, მაგრამ მაინც ხანდახან ეხმიანებით ერთმანეთს, კიდევ რაღაცებს უმტკიცებთ ერთმანეთს, კიდევ რაღაცებს წერთ, თან ჩხუბობთ, თან თითქოს ერთმანეთში ისევ მიზიდულობა არის. აი ესეთი ვარიანტი თუ გაქვთ ახლა ურთიერთობაში, ამ პიროვნებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რაღაცები ისაუბროს თქვენთან და თუ გაუგებთ და მიიღებთ ისეთს როგორიც არის, შეიძლება კერა და უნდა რომ რაღაცა თავიდან სცადოს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება თქვენ რამდენად მიიღებთ მის ნამდვილ სახეს და არა იმას, რა ვალდებულებებშიც მას ხედავთ. ეს არის მისი ფიქრი. გადაწყვეტილება ასეთი აქვს მიღებული, რომ კი ურთიერთობაში არეულობა სიმძიმეა, ერთმანეთს ყვენთ, რაღაცა დაშორების პროცესს გავდივართ თან ერთად გვინდა ისევ, იმიტომ რომ მიზიდულობა გვაქვს, მაგრამ დავიღალე იმ ტვირთის ტარებით, რაც ჩემი არ არის, ან რაც რეალურად მე არ ვარ, ესეთი არ ვარ. რაღაცა პროტესტი აქვს თავის თავთან, რომ აი თითქოს რაღაცა როლს ირგებდა იმის გამო, რომ თქვენთან ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი ესეთი არ არის. ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ თქვენთან გაიხსნება, გამოაჩენს თავის ნატურას, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირი არის იმ ადამიანისგან, რომელთანაც ურთიერთობდით, ან გინდოდათ ურთიერთობა და თავიდან რაღაც სხვანაირად იქცეოდა, მაგრამ ახლა დაიწყებს თავისი ნამდვილი მეს ჩვენებას და თუ ამ შემთხვევაში გამოვა ურთიერთობა და თქვენთვის მისაღები იქნება ის ხასიათი და თვისებები, რაც რეალურად ეს ადამიანი არის, იმედი აქვს, რომ შეიძლება ისეთი ძველებური ურთიერთობა არა, მაგრამ რაღაცა ურთიერთობა მაინც შედგეს და განვითარდეს, წინ წახვიდეთ ერთად თუ არა და ეს ადამიანი ძალიან დაიღალა, ესეთი გრძნობა აქვს ყოველ შემთხვევაში, მე მის ემოციებს ვკითხულობ, მის გონებაში რა ხდება, იმას ვამბობ. ესეთი გრძნობა აქვს, რომ მე დავიღალე იმით, რაც რეალურად არ ვარ. ვარსკვლავის არკანი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები, არა მხოლოდ თქვენგან, არამედ მასისგანაც. ძალიან ბევრ ადამიანს ეს ადამიანი არ ჰგავს, გამოირჩევა ბევრი შეხედულებით და ბევრი თვისებით და ყოველთვის უწევს ხოლმე, რომ ძალიან განსხვავებული რომ არ გამოჩნდეს, ვიღაცებს მოერგოს და მიხვდა, რომ ეს არის მცდარი. აი ესეთი ცოტა ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური ღრმა აღმოჩენების წინაშე არის და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებებიც ასეთი ექნება და საუბრებიც ასეთი გელით მასთან. მშვიდობებით მეორეებო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით ჩემო მესამეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება მიიღო. რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან ურთიერთობაში თქვენს მე ჩაფიქრებულმა ადამიანმა, აქ რაღაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ნაპერწკალი აინთო თქვენს შორის. აქ ვერ ვიტყვი, რომ თქვენ რაღაც სტატუსში ან ურთიერთობაში ახლა ხართ ამ ადამიანთან, მაგრამ უბრალოდ აი არ უთქვამს, რომ მოდი და ერთად ვართ და ვართ შეყვარებულები. დანარჩენი ფლირტი, ვნების გამომშვალება, რაღაცა ერთად სადმე წასვლა, რაღაც შემოთავაზებები თითქოს აი ურთიერთობაში დიდი ნაპერწკალი აინთო და თქვენთან აქტიურად გაატარებს დროს, აი ძალიან დაინტერესებულიც იქნება, რომ თქვენთან იყოს, მოგწეროთ
სადმე ერთად წახვიდეთ, როგორც გითხარით, ვნებიანი იყოს თქვენს მიმართ, სექსუალური ენერგიას გრძნობს თქვენთან მიმართებაში, ძალიან რაღაც მოჭარბებულ ენერგიებში არის, მაგრამ ძალიან დიდი არის დაინტერესება, მაგრამ ჯერჯერობით სტატუსი და რაღაცის სერიოზული შემოთავაზება აქ ვერ დავინახე, ხო? რაღაცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არის ის, რომ თქვენთან იგრძნოს და ასე ვთქვათ, რასაც გრძნობს ის გამოავლინოს, ეს ვნებები, ეს ქარცეცხლი, ეს რაღაც დიდი მიზიდულობა მოიტანოს თქვენთან და კარგი დღეები გაატაროს თქვენთან, მაგრამ ჯერ კიდევ გადაწყვეტილებაში იცით როგორ არის, რომ ამ წუთას რაც გრძნობს, იმით ცხოვრობს და მომავალში ჯერჯერობით რაღაც გეგმები არ უჩანს. შეიძლება სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში ცხოვრობთ და დროებით შეხვდით ერთმანეთს, მაგრამ ისე ვიცის, რომ სადღაც უნდა წავიდეს და მისი რეალობა და ცხოვრება შეიცვლება და შიშობს, რომ შეიძლება ამ დისტანცია მერე თქვენი გული გააციოს და ასე ვთქვათ, ინტერესები დაკარგოთ ერთმანეთის მიმართ და თითქოს აი აქ უფრო არის რაღაცა დრო მოცემული 2 კვირა, 1 კვირა, რაღაცა პერიოდი, როდესაც თქვენ შორის ძალიან დიდი ქიმია გაჩნდა, მაგრამ მერე გადაწყვეტილება, იცით როგორი არის, რომ შეიძლება შემოგთავაზოთ, რომ წავალ იქ თავის ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს ან ქალაქში, ჩამოდი ხოლმე, ვიკონტაქტოთ ხოლმე, გამიხარდება რომ მომწერო, ჩამოდი, ესეთ შემოთავაზებები არის, მაგრამ ის გადაწყვეტილება რომ ურთიერთობა სერიოზული შეინარჩუნოს, ეჭვება, იმიტომ რომ გქონია რომ დისტანციაზე ვერ გაძლებთ. მით უმეტეს თუ ახალი ურთიერთობა არის, ხო? აი რაღაცა შიშობს რომ გაჩნდება თქვენ შორის ის მომენტი რომ გაცივდებით. სხვადასხვა მიმართულებით წახვალთ, გინდა არ გინდა ურთიერთობა ტემპს დააგდებს, ესეთი ვნებიანი, ქარცეცხლიანი და ემოციური აღარ იქნება ეს ურთიერთობა და ეს გადაწყვეტილებები იქიდან გამომდინარე არის, რომ დღეს მოასწროს ეს ყველაფერი და ძალიან დაიხარჯოთ ერთად, იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება ეს ყველაფერი გაქრეს და ეშურება, რომ აი ეს წყარო არ დაშრეს და სანამ წყალი მოედინება ეს დაკმაყოფილდეს, ხო, რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის ამ პიროვნებისგან. ჩამოძვირფასება აქვთ ადამიანთან იმედოვნებთ, რომ რაღაცა სერიოზულ ურთიერთობაში გადახვალთ და მხოლოდ ასეთი ურთიერთობა არ გინდათ, რომ მერე წავად და დაკარგავთ ამ კონტაქტს, ან ისეთი კონტაქტი აღარ იქნება, როგორც ახლა არის, ვფიქრობ, ცოტა თავშეკავებული იყოთ მასთან და ძალიან გრძნობებში არ გადაეშვათ და არ გადახვიდეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი შეიძლება თქვენც გეუბნებათ, არ ვიცი, რა სამხელს თქვენთან, მაგრამ აი აქ რასაც უყურებ, მისი გადაწყვეტილება არის ის, რომ დღევანდელობით იცხოვროს და დღეს რაც აქვს თქვენთან მიმართებაში ბოლომდე გამოიყენოს, იმიტომ რომ მომავალში მისი ფიქრები არის პესიმისტური, რომ სიშორე, გზა და სხვადასხვა ცხოვრების ტემპი, რითმი და რეალობა ამ ყველაფერს ორად გაყოფს. ამიტომ თუ ესეთი ურთიერთობა გაქვთ, ეს არის საჯარო გაშლა, რა თქმა უნდა და შეგიძლიათ ამ ადამიანს ესაუბროთ და რაღაც კითხოთ, რომ აი თუ სხვადასხვა ქალაქებში როდესაც გადავალთ, რას აპირებ, ან როგორ წარმოგიდგენია, შეგიძლიათ კითხვის სტილი თქვენ თვითონ შეარჩიოთ და ეს გაარკვიოთ. იმიტომ რომ აქ რასაც უყურებ დღევანდელ საჯარო გაშლაში არის ის მომენტი, რომ აი ახლა ხდება ძალიან დიდი თავგადასავლები და მერე პასიური ენერგია იქნება და მის გადაწყვეტილებაც ის არის, რომ დღევანდელობა რის საშუალებას აძლევს მაქსიმუმ მიიღოს იმ დღევანდელობით. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.